ომის საფრთხე აღარ არსებობს პრეზიდენტის ამ განცხადებას ახალ რუსული აგრესიის განეიტრალების შესახებ ქართველი ექსპერტები ეხმიანებიან. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსკოვური ვიზიტისა და კაფილ განცხადებების შემდეგ რუსულ-ქართული ახალი ომის დაწყების ალბათობა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ექსპერტებს დღეს თამარ ურუშაძე ესაუბრა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თამარ, კონკრეტულად რას ამბობენ პოლიტოლოგები? ყველა ექსპერტის და ყველა პოლიტიკოსის აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ისინი დღეს ერთხმად აცხადებდნენ და აკეთებდნენ პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესია მოსალოდნელი არ არის. მათი აზრით ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიზეზი არის ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად იღებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს არის გავლენა ობამა-პუტინის შეხვედრისა და ლოგიკური შედეგი იმ პრინციპული პოზიციისა, რომელიც შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა დააფიქსირა თავისი მოსკოვური ვიზიტის დროს. ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი წავა ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ის მოექცევა სრულ იზოლაციაში, მის წინააღმდეგ გაერთიანდება მთელი დასავლეთი და ამ ეტაპზე მათი აზრით ეს რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. ობამამ ყველაზე დიდი, რასაც მიაღწია მოსკოვში, ეს იყო ასე ვთქვათ მორალური უპირატესობის მოპოვება და რაღაცნაირად ამაზე ომით პასუხი, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის უახლოეს პერიოდში. რუსეთს თუ მაინც და მაინც გადაწყვიტა აქ აგრესიის გაგრძელება, დასჭირდება გარკვეული არგუმენტების შექმნა. ევროპას და შტატებსაც არა აქვს განზრახვა, არა აქვს განზრახვა თვალი დახუჭონ, ესე იგი მის ქმედებებზე. ნუ ახლა აგრესიულ თუ არა, ყოველ შემთხვევაში აი ესეთ იმპერიულ ამბიციების შემცავ ქმედებებზე და ჩვენ ამას ვხედავთ უკვე ყოველ დღეებში და ხვალ ზეგ მასეგ მეტად დავინახავთ ეს უკვე დინამიკაში მიდის, აი ეს პროცესი მიდის დინამიკაში და ასეთ ვითარებაში რასაკვირველია თვით რუსი გენერლებიც კი სამჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ახალ აგრესიაზე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. დღეს პოლიტიკოსები იმასაც აცხადებდნენ, რომ უკვე ნათელი ხდება, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მივიდნენ ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, რომ დრო არის რუსეთის შეჩერება დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პოლიტიკით და ისინი იხსენებდნენ იმ განცხადებებს და იმ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო ბოლო პერიოდში იღებს როგორც შეერთებული შტატებისგან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნებისგან. დღეს პარლამენტში საუბრობდნენ იმ განცხადების მნიშვნელობაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაავრცელა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ. რაც შეეხება ბრიტანეთის თემთა პალატის მხარდაჭერას, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი იმედი სწორედ ქვეყნის რუსეთთან მიმართებაში, იმედი იმისა, რომ ეს ქვეყნის აგრესია იქნება მომავალშიც შეჩერებული და იქნება გარკვეულწილად საფრთხეები აცილებული, სწორედ ამდაგვარი მხარდაჭერის, ამდაგვარი დახმარების და ამდაგვარი რუსეთთან მიმართებაში ზეწოლის ფაქტორებით იქნება გათვალისწინებული და შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ განცხადებაში დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ მათ უფრო გაამკაცრონ პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და მოუწოდენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ოკუპანტმა ჯარმა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები. დღეს ექსპერტები და პოლიტიკოსები იმაზეც საუბრობდნენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები უკვე ღიად უფიქსირებენ რუსეთს საკუთარ პოზიციას და მოუწოდებენ, რომ მათ უარი თქვას არა მარტო ახალ სამხედრო აგრესიაზე, არამედ უკვე დაიწყონ მუშაობა ძველი აგრესიის შედეგების გამოსწორებაზე. მადლობ თამარ ურუშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას და ექსპერტების მოსაზრებას პოლიტიკოსებიც იზიარებენ. მათი თქმით, რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის დაწყების შესაძლებლობა ბარაკ ობამას ვიზიტის შემდეგ ნულამდეა დაყვანილი. ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დღეს მსოფლიოში საგარეო პოლიტიკის ახალი რეალობებია და ობამას განცხადებების შემდეგ რუსული ახალი აგრესიის საფრთხე დასრულებულია. როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა არის მობილიზებული კონკრეტულ ადგილზე ფოკუსირებულია მისი ყურადღება, ძალიან ძნელია, რომ ვინმე გააკეთოს ისეთი რამ, რაც მიუღებელია მთელი სისტემისათვის. იმიტომ ეს გარკვეული ბარიერები თანდათან იქმნებოდა აგვისტოს ომის მერე, რომელსაც არავინ არ ელოდა და ბოლო წერტილია ამ ბარიერების შექმნაში იყო ობამას ვიზიტი და მისი ძალიან ნათელი განცხადებები. რუსეთი შეეცდება პროვოკაციებს, პატარა პროვოკაციებს საზღვრებზე, ის მაქსიმალურად შეეცდება შემდგომ ამ პროვოკაციებში დაადანაშაულოს ქართული მხარე. არანაირი პოლიტიკა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, იქნება ისე როგორც არის, ეს თალსახად უკვე ჩანს, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის
განცხადებებმა რა თქმა უნდა ომის საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს. საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზული ძალისხმევის შედეგად ყველაფერი არის შესაძლებელი, მათ შორის რუსეთის აგრესიის გაჩერებაც, ამიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ერთი, მეორე ვიცით და ვხედავთ რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოტივირებული არის იმისათვის რომ დაიცვას საქართველო და ისევე როგორც იზრუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მომავალში. ომი აღარ იქნება რუსეთმა დიპლომატიური მარცხი განიცადა კრემლმა ამერიკის ადმინისტრაციისგან და პირადად ობამასგან კონკრეტული გზავნილები მიიღო. რუსეთის ყველა გეგმა პრაქტიკულად ჩაშლილია. ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში ბარაკ ობამას ვიზიტის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს ხდომაზე აკეთებს. მედვედევი პუტინის გეგმების მიუხედავად საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე აღარ ემუქრება ამბობს პრეზიდენტი და აღნიშნავს რომ რუსეთი გეგმავდა მორიგონს საქართველოს წინააღმდეგ, რაც ალბათ სავალალოს შედეგს მოიტანდა და 20-იან წლებში დაგვაბრუნებდა, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მთელი დემოკრატიული სოფლიოს მხარდაჭერით მათ ამის საშუალება არ მიეცათ. პირველი სერიოზული გზავნილი საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ცივილიზებული მსოფლიოსგან რუსეთმა ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე მიიღო, სადაც მათ ვეტოს გამოყენება მოუხდათ. მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ამერიკის მხრიდან ასეთი პრინციპული მიდგომა არ იქნებოდა, თუმცა ობამამ ყველა საკითხში აშკარად დააფიქსირა საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია, განაცხადა მიხეილ სააკაშვილი. საკუთარი თავის განადგურებით დღეს როგორც არასდროს მე შემიძლია თქვა ძალიან თამამად ყველანაირი ჩვენი შიშები და მოლოდინები საფრთხის შესახებ არ გამართლა და ყველანაირი იმედები რევანშის და ახალი სამხედრო კონფრონტაციის განსახორციელებლად აგრესიული ნაწილის ჩვენი მეზობლის, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება თბილისის აღება, რა თქმა უნდა ჭირდებოდა საქართველოს გაკონტროლება იმისათვის, რომ შეენარჩუნებია მთელი რეგიონი და შეენარჩუნებია მათ შორის ჩვენი დაპყრობილი ტერიტორიები. ეს არ გამართდა. ობამამ ნათლად თქვა, ხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მთელ ტერიტორიაზე და ამ მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბება. ყველანაირი აგრესიული გეგმა უახლოეს პერსპექტივაში მათი ჩაშლილია და ომი, როგორც მათ წარმოედგინათ, ან მათ თავის ოცნებებში და გეგმებში ჰქონდათ, აღარ იქნება. სამხედრო თავდასხმა საქართველოში, როგორც ამას ვიღაცა გეგმავდა, აღარ განხორციელდება, ვეღარ განხორციელდება ამ კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ახალი რეალობის გამო. ეს ჩვენ გვაძლევს სერიოზული მანევრის, განვითარების და გრძელვადიანი პერსპექტივის ქონის შესაძლებლობას.